ჯოროგანი არის კუნთმაგარი იდიოტი რა უბრალოდ და პოპულარული ტიპია უბრალოდ ხო? ეხლა ამას როგორც კი განათავსებ იმაში კომენტარები წავა რომ აი შენ ვინ ახარ ჯოროგანზე ამას რო ამბობ და რაღაც ხო? მაგრამ რეალურად ეხლა ცოტა რეალურად და რაციონალურად შეხვდე რატომ ჯოროგანი არის მართლა კუნთმაგარი ნავარჯიშებით ტიპი, კომედიანტი არის და UFC-ს კომენტატორი არის რა ესაქმევა რა შუაში არის ვაფშე მეცნიერებასთან ხო ასე? მაგრამ კოვიდის დროსაც ქონდა რაღაც წამლებზე იძახდა რომ ეს შველისო დალიეთო აი საიდან რა იცი შენ და თქმა უნდა მტკიცებულებებზე არც მტკიცებულების იერარქია გაუგია და არც არაფერი წაუკითხე ცხოვრებაში არ არის მოკლედ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მაგრამ ცნობილი ადამიანი და თავის საქმეში რაც არის ძალიან კარგად აკეთებს ყველაფერს მაგრამ წარმოიდგინე ხა ერთ-ერთი ისა რა ქვია მიზეზი ასევე რა კლასიკური მიზეზი დეзинფორმაციის გავრცელების ცნობილი ადამიანები რაც არ უნდა კარგი მსახიობი და რეჟისორია გენიალური მელ გიბსონი ეს არის კარგი წამყვანი ხო ეს მელ გიბსონი ეუბნება რომ სა მეგობრები მყავდა კიბო ქონდათ დღეს არც ერთს არ აქვს და ეს ეუბნება რატო არ აქვს აი ის დალია ჩვენ რო ვიცით რა ის დალია რაღაცა და რაღაც მივიდნენ რაღაცა მეთილენ ბლუ რაღაცას საღებავი ლურჯი რაღაც არ ვიცი და ამაზე ატყდა ამბები მე რამ TikTok-ზე ხა ბუმი არის მაგაზე ეს ეგრეთ წოდებული food influencer-ები რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და განათლების ხალხი ამებს ისხავენ პირში და აგე თუ რა მაგარია და მოკლედ კიბოს წამალი გამოაცხადეს კიბოს წამლად ხო არ არის ახალი ხე კიბოს წამალი ყოფილა C ვიტამინსაც ამბობდნენ და წყალბადის ჟანგზე და ზეჟანგზე და მოკლედ მილიონი რაღაც. ეხლა წამოვიდა ეს. ხოდა რეალურად ეხლა ამას როგორ უნდა შევხედოთ რა? თუ არ გვინდა რომ დავიბნეთ რა. პირველი კითხვა უნდა გაგვიჩნდეს რა, რომ რატო უსმენ მე კომედიანს და მსახიობს სამეცნიერო თემებზე რა? ილაპარაკოს რაზეა ლაპარაკი და ყველამ უნდა ილაპარაკოს რაც უნდა გასაგებია, მაგრამ თუ კი მოусმენ და რაღაცა ექსტრაორდინალურს ამბობს, ყოველთვის კითხვის ნიშნავდა რა აქ რაღაცაშია საქმე რა, როგორ შეიძლება რაღაცა უნიკალური რაღაც აღმოაჩინა მელ გიბსონმა და გაიგე მაქედან. და იქიდან გაიგე და კაციშვილმა არ იცის იმაში, ხო? მაგრამ შინაარსობრივადაც არასწორია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჯერ ეგეთი რომელ კიბოზეა ელავე? კიბოს მილიონერი სახეობა არსებობს, ხო ასე და ყველას ერთნაირად არ ვკურნალობთ. ყველა სჭირდება სხვადასხვა კურნალობის მეთოდები, ხო? მეორე რეალურად იცის თუ არა ისტორია. მესამე სხვა მკურნალობასაც ხო არ იტარებდნენ ეს პაციენტები და ამ რაღაცა ლურჯ საღებავს ხო არ დაბრალდა, ხო? და ასე შემდეგ, მოკლედ, ესე უნდა მესამე უბრალოდ რეგრესი ხო არ იყო, სპონტანური რეგრესი, ანუ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ავთვისებიანი კიბოებსაც იშვიათად, მაგრამ ახასიათებთ სპონტანური რეგრესირება.